საღამოშვიდობისა. პროგრამა ეპიცენტრის სიამოვნებით მოგესალმებათ და ასევე სიამოვნებით წარგიდგენთ ჩვენ სტუმარს, მოგეხსენებათ ჩვენ ვანხორციელებთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სტუმრად ყვავდა საქართველოს რეგიონების ყველა გუბერნატორი და ბოლოსთვის შემოვინახეთ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ბატონი ლევან შონია, იგი დღეს ჩვენი პროგრამის სტუმარია. საღამოშვიდობისა, თქვენ ახლა თქვენს ეკრანებზე ხედავთ ეპიცენტრის Facebook გვერდის მისამართს, აქტიურად მოგწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები და ბატონი ლევანი მათ პირდაპირ ეთერში უპასუხებს. ბატონ ლევან, მოგესალმებით სტუდიაში. იმედია მეგრულ სეპარატიზმში არ ჩაგვითვლია, რომ ბოლო სტუმარი ხართ, იმიტომ რომ ყოველთვის დასამახსოვრებელია პირველი და ბოლო სტუმარი, ასე რომ თან გვარებით ძალიან გავს ერთმანეთს და თან ორივე სვანური წარმომავლობა აქვს, რამდენადაც მე ვიცი, შონი სვანურად ნიშნავს სვანს, ასე რომ დავიწყოთ სვანეთიდან მაშინ. დიდთოვლობის, ასე ვთქვათ, რა პრობლემები შემორჩა კიდევ ზემო სვანეთში, თუ ყველაფერი უკვე რიგზეა, მით უმეტეს ისეთი კარგი ამინდები დაიწყო ეხლა? კი, ეხლა უკვე ამჟამად მივესალმები ტელემაყურებლებს, ქალბატონო დოდო, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. რაც შეეხება სვანეს წყინვალე ამინდებია, თოვლი არის, ხარისხიანი თოვლია. წინასწარ ვიტყვი, რომ თეთლუნდი გაიხსნა, ძალიან ბევრი ტურისტები არიან და ძალიან ბევრი ნაკადია ტურისტების. ძალიან საინტერესო პროექტია განხორციელებული, ამაზე ჩვენ მოგვიანებით ტურიზმზე რომ როდესაც ვისაუბრებთ ალბათ. ანუ ყველა შეუძლია დღეს სვანეთში თავისუფლად წავიდეს, გზები გაწმენდილია, პრობლემები არ არის. ვერტფრენიც დაფრინავს. რა თქმა უნდა, ვერტფრენიც დაფრინავს. ზუგდიდიდან და თბილისიდან. არა, ზუგდიდიდან არა, თბილისიდან მხოლოდ. ნატახტრიდან დაფრინავს ვერტფრენიც და თითქმის დაფრინავს. გასაგებია. ახლა კი პრობლემებს მივხედოთ. სამწუხაროდ თქვენი რეგიონი ის რეგიონია, სადაც ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი ლტოლვილები, რადგანაც მოგეხსენებათ, ეს არის სასაზღვრო, ასე ვთქვათ, რეგიონი აფხაზეთთან და მაინტერესებს ძირითადი რა პრობლემებია დღეს, რომლის წინაშეც თქვენ დგახართ, რომელიც თქვენი კომპეტენციაა. რა პრობლემაა ის, რაც აუცილებელ გადაწყვეტას მოითხოვს სწორედ ამ ლტოლვილების კუთხით და რა ხორციელდება ამ თვალსაზრისით? დევნილთა ყველაზე დიდი კონცენტრაცია ბუნებრივია სამეგრელო ზემო სვანეთშია, დაახლოებით 94,000 დევნილია. ძალიან მძიმე თემა არის დევნილების თემა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კარგად ვიცით მათი პრობლემები, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. ეხლაც არიან ადამიანები, რომლებიც 25 წელიწადია იღებიან. ეს არის საოცრება, რომ 25 წლის მანძილზე ვერ მოგვარდა მათი სოციალური პრობლემები. მე შემიძლია პირდაპირ თქვა და ვისარგებლო თქვენი ეთერით, რომ ეს ხალხი გმირობის ტოლფასად უძლებენ იმ სიდიგვჭირებს, რომელ სიდიგვჭირებში დღეს არიან, მათ უბრალოდ 25 წელი ლოდინი ძალიან რთულია. ეს ნებისმიერ ადამიანს ფსიქოლოგიურად და მორალურად შეიძლება წყობრიდან გამოიყვანოს და ეს ადამიანი ადამიანად არის. ეს ორი თაობა 25 წელი თითქმის. რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს აი ამ 3 წლის განმავლობაში რაც კეთება დღეს რეგიონში ნამდვილად ეს დიდი მასშტაბებია, პატარა მასშტაბები არ არის, ან სრული პასუხებლობით ვიძახი. დავასახელებ მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე ციფრს. ეხლა ჩვენ სამეგრელო ზემო სვანეთში 3 წლის განმავლობაში ახალაშენებულ კორპუსებში და რეაბილიტირებულ კორპუსებში შეუშვით 896 ადამიანი, დევნილი ადამიანი, ასევე ჩვენ საცხოვრებელ ფართები დაუკანონეთ 2500 ადამიანს დაუკანონეთ, ეს პატარა ციფრი არ არის, მეწმუნეთ. პროექტი, რომელიც სოფლად სახლის ქვია, მივეცით უფლება გამოსყიდვის უფლება მიცეს 357 ადამიანს. რაც თავარია ეხლა ზუგდიდის რაიონში ახალი პროექტი არის 26 კორპუსი შენდება. წარმოიდგინეთ, ეხლა 26 კორპუსი ერთობლივად არასოდეს არ ყოფილა. და რამდენი ადამიანი შესახდება? რამდენი ოჯახი უბრალოდ? მან შესახდება 2016 ოჯახი მიიღებს ახალ ბინებს. ეს
მერწმუნედ დიდი ციფრია. დიახ, ეს დიდი ციფრია, მაგრამ 94,000-ისთვის, დიახ, პროცენტულად. 94,000 წინა წლებშიც პატარა-პატარა ემებით ღებულობდნენ დინებს და ამიტომ აი, ვინ არის ყველაზე გაუსაძლის მდგომარეობაში თქვენი აზრით, ვინც ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომ თითქმის გაუსაძლისია და მათთვისაც უნდა რაღაცა გაკეთდეს. ეხლა და რა რაოდენობაა? დიახ. ეხლა ეს უკვე საუბარი მიდის სოციალურ დაუცველ ადამიანებზე აბსოლუტურად. სოციალურ დაუცველი ადამიანები რეგიონში დაახლოებით 14800 კაცია რა. ამ ტოლვილების ჩათვლით. რა თქმა უნდა, ეს უკვე აი სოციალურად ესეთი აი იმით არის, მაგრამ ეხლა უყურეთ როგორი მდგომარეობაა ეხლა. ტოლთა და განსახლების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული. ეხლა ერთობლივად მუშაობს. რა თქმა უნდა, ეხლა მე მინდა მადლობა უთხრა ბატონ სოზარს, იმიტომ რომ ის ჯგუფი, რომელიც ჯგუფის გამოყოფილია დღეს, ობიექტური ჯგუფია, ისინი სანამ რეაბილიტაცია კეთება ან სახლის მშენებლობა მიდის, ისინი სწავლობენ პირობებს და უკვე კომისიის დასკვნის შემდეგ პრიორიტეტულად, რომელიც არის გაუსაძლის მდგომარეობაში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ან რეაბილიტაცია გაუკეთეს, ან უნდა გადაყვანილი იქნას დროებით სხვა საცხოვრებელ იმაში, სადაც სახლები აშენდებოდა იქ გადაყვანილი იქნება. ანუ ყველა აღრიცხვაზეა, ყველა ადამიანი აღრიცხვაზეა. არ დარჩება ბინის და სახლის გარეშე, ეს უეჭველია სახელმწიფოს მთავრობას აქვს გეზი აღებული, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში მოგვარდეს და მერწმუნედ ძალიან ბევრი კეთება ამისთვის. და 25 წელი გავიდა და ბუნებრივია ეს ადამიანები ადაპტირებულები არიან და მით უფრო თქვენს რეგიონში მცხოვრებები არც ისე შორს არიან იმ თავისი ასე ვთქვათ სახლკარიდან. მეორე პრობლემა ალბათ, რომელიც თქვენი რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს თქვენი სასაზღვრო რეგიონია და ალბათ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ აფხაზეთში მცხოვრები არა მხოლოდ ქართველი ეთნიკურად ქართველი ადამიანების ასე ვთქვათ პირობების შესწავლა და მათთვის ხელშეწყობა, არამედ ეთნიკურად აფხაზი ადამიანების დამეგობრებაც და ხელმეორედ ჩვენსკენ შემოbrunება. მე მახსოვს, მე ახალგაზრდა როდესაც ვიყავი, ახალგაზრდულ რედაქციაში მუშაობდი და რუხში ტარდებოდა ხოლმე დიდი ღონისძიებები, ეს იყო აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობის. ეს რა თქმა უნდა იყო ღონისძიება, იმიტომ რომ რამდენიმე წელიწადში ზუსტად ატყდა ის კონფლიქტი და ეს რომ ზედაპირზე იდო, ალბათ სწორედ ამის გამო მოხდა ის კონფლიქტი. ეხლა რამდენადაც მე ვიცი, რუხში შენდება რაღაცა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა შეუძლიათ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც აი ეს კომპლექსი, რასაც ეს კომპლექსი გულისხმობს. რა კომპლექსი შენდება, რა პროექტი ხორციელდება? ნამდვილად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხში ორი საკმაოდ სერიოზული პროექტი არის, რომელიც უკვე ერთი პროექტი უკვე დასრულებულია და რაც თავარი ეს სავაჭრო მოლი, რუხის სავაჭრო მოლი, სერიოზული პროექტია, ნამდვილად ძალიან ლამაზი სავაჭრო მოლი გამოვიდა. იქ მშენებლობის დროს 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდა ამ რუხი მოლის მშენებლობაში. და ასევე ეხლა უკვე ოპერირების პერიოდში იქ დასაქმდება 1000-მდე ადამიანი. ეს ძალიან დიდი ციფრია. ეს მართლაც ძალიან დიდი ციფრია, შთამბეჭდავი ციფრია. წარმოიდგინეთ ეხლა 1000 ადამიანის უკან რამდენი ოჯახის წევრები დგანან და ისინი აქტიურად მიიღებენ იმ სარგებლოს, რომ ოჯახმა წესიერად და ისე იცხოვრობს, როგორც ანუ გარანტირებული ყოველთვიური ხელფასის პირობებში. ასევე მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით რუხში შენდება მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო 220 ადგილზე, იქვე შენდება 150 ადგილიანი სასტუმრო. ინიციატივით რას ქვია? ქართუა ფინანსებს? არა ბატონო, ეს იყო ბატონი ბიძინას პრემიერ-მინისტრი რო იყო მაშინ, მან მისი ინიციატივით ეს პროექტის, რომელიც საერთოდ არ იყო ამ პროექტის საუბარი, მაშინ საზღვისპირა ტერიტორიაზე დაანონსდა, რომ იქ უნდა აშენდეს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად აშენდეს უნდა მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რეგიონალური საავადმყოფო.
და ეს უკვე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა. ესე იგი ამ სამავთყოფო მშენებლობაზე არის გამოყოფილი 51 მილიონი და რუხის მშენებლობაზე დაიხარჯა 15 მილიონი. დღეს ამ სამავთყოფო მშენებლობაზეც რამოდენიმე ასეულობით ადამიანი მუშაობს და უმრავლესობა მანდა დაახლოებით 90% ადგილობრივი მოსახლე მუშაობს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ მრავალპროფილიანი სამავთყოფო საზღვისპირა რეგიონში ის მოიმსახურება არა მარტო ადგილობრივებს და დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ სამეგრელოს ტერიტორიაზე, ასევე ეს სამავთყოფო მოიმსახურება ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს და მოიმსახურება იმ ქართველებს, რომლებიც დღეს ცხოვრობენ იქით გალის რაიონში, სოფელში. ანუ ყველა იმ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თვითონ სამავთყოფო ერთ-ერთი ახალი სტანდარტებით შენდება, ის თანამედროვე სტანდარტებით შენდება და ნამდვილად შტამბეჭდავი პროექტია. მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი გადმოდის და თბილისის კლინიკებში მკურნალობს, ასე რომ შემდეგ ზუსტად რუხში მდებარე ეს კლინიკა მათ მოემსახურება. რა თქმა უნდა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, ვიზა ლიბერალიზაცია, ეს ის სიკეთეებია, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით ალბათ ამის პროპაგანდა თქვენთან უნდა მოხდეს თქვენს რეგიონში, იმიტომ რომ ეს არის საზღვრისპირა რეგიონი. ეხლა გადავიდეთ იმ მსხვილ პროექტებზე, რომელიც ასევე ძალიან ბევრ თქვენს რეგიონში მცხოვრებ ადამიანს დაასაქმებს და მათ ოჯახებში კეთილდღეობას შეიტანს. ეს არის ანაკლიის, ასე ვთქვათ, პორტი. უკვე ცნობილია, ვინ მიიღებს მონაწილეობას მის მშენებლობაში. თქვენ როგორც გუბერნატორი და თქვენი, ასე ვთქვათ, ადმინისტრაცია, რა შეხებაში ხართ ამ პორტის მშენებლობასთან და რა ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ? კი ბატონო, მე მინდა თელ საქართველოს მიულოცო, რომ ეს სპორტის მშენებლობა უკვე დაანონსდა, გამოვლენილია, გამარჯვებული. რაც თავარია, ეს სპორტის მშენებლობა არა მარტო სამეგრელოს რეგიონისთვის, მთლიანად საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი ეკონომიკის წინსვლისთვის და ჩემთვის, როგორც მხარის გუბერნატორისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ვიცი, რომ ამ პროექტს რა მოყვება, იქ ათასობით ადამიანი დასაქმდება, იქ აშენდება გზები, აშენდება რკინიგზა, აშენდება პორტი, აშენდება აეროპორტი, აშენდება, ამას მოყვება ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენი წლიანი პროექტია ეს? ეს პირველი ფაზა არის 3 წლიანი. პირველი ფაზა, რომლის შემდეგ უკვე პორტი შევა წყობაში და დაიწყებს მუშაობას, გამტანონარიანობა იქნება 7 მილიონი ტონა იქნება და აი ესე ფაზებით არის და მე ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა. ინფრასტრუქტურის გარდა ასევე მინდა აღვნიშნო აქ, რომ მან გაიხსნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნება, სადაც კიდე ათასობით ადამიანი დასაქმდება და გაიხსნება წარმოებები და ასე შემდეგ. ანუ სამეგრელოს რეგიონი თლიანად შეიცვლის მესიერ სახეს რა. ეს მასშტაბური პროექტია, შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეს პროექტია და მე ნამდვილად ამაში ვხედავ ქვეყნის წინსვლას და რასთავარია უსაფრთხოების თემაც არის ქვეყნისთვის და დანარჩენს კიდე ალბათ დრო გვიჩვენებს. კიდე რა მსხვილი პროექტი ხორციელდება დღეს რეგიონში? პორტის გარდა, ესე იგი ნესკრაგესის შენებლობა, რომელიც $1 მილიარდი ჯდება, წარმოიდგინეთ, ეს ძალიან დიდი. ეს რომელ მდინარეზეა? ეს არის სვანეთის და ნაკრას მიმართულებით იქნება. პორტი დაიწყო უკვე შენებლობა, პირველი ეტაპი იყო, ეხლა გაზაფხულზე უკვე ფართომასშტაბიან იმაზე გადავა პორტის შენებლობა. პორტის თუ ჰესის? გესის შენებლობა, რომელიც 280 მეგავატიანია. ასევე შეიძლება ითქვას, რაც შეეხება პროექტებს სამეგრელოში, ეს არის ფოთის ზონის, მალთაყვის ზონის საკურორტო ზონის შენებლობა, რომელიც ღირებულება 18 მილიონი ლარია. ეს პატარა პროექტი არ არის და სხვა მრავალი პროექტებია ესეთი, რომლებიც ნამდვილად რეგიონს წინ წაიყვანებენ. ბატონ ლევან, ენგურჰესთან დაკავშირებით თქვენ გააქვთ რაღაც ისეთი ურთიერთობა ენგურჰესზე მომუშავე ადამიანებთან, იმიტომ რომ ფაქტიურად ჯვარშია რაღაცა ნაწილი იმ ადმინისტრაციისა,
რომელიც განაგებს ენგურხეს. აი ეს საინტერესოა ეს ინფორმაცია. თვითონ ხელმძღვანელობასთან ენგურგესის ხელმძღვანელობასთან ვინც ოპერირებას უკეთებს, დიახ. კონტაქტი გვაქვს, ჩვენ ერთობლივად ეხლა მუშაობთ, ეხლა არ მინდა დღეს გავაჟღერო საერთო პროექტებზე მუშაობთ, რომელსაც ძალიან დიდი ეს ამნიშნულოვანია. არ გვინდა გვარების სახელები კონკრეტიკა, მთავარია რომ ვიცოდეთ, დიახ. უფრო დაუახლოვდება აფხაზები, ქართველები ერთმანეთს პატარა პერიოდი გჭირდება და ალბათ მალე ჩვენ გამოვაცხადებთ იმ პროექტს, საერთო პროექტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი ენგურგესის ხელმძღვანელობას ენგურგესის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული და მათთან ჩვენ 20 საათიან რეჟიმში ერთობლივად მუშაობთ. ეხლაც როცა სტიქია იყო სამეგრელოში თოვლი და ის იყო ეს ენგურგესი გვეხმარებოდა თავისი ტექნიკით და საშუალებებით, რითაც შეეძლო რომ დახმარება გაეწია. სოციალურ დაუცველ ადამიანებსაც ეხმარებიან და ამიტომ მრავალი ესეთი ურთიერთობა გვაქვს, კომუნიკაცია ნამდვილად კარგი გვაქვს და კარგის მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგ ადამიანებს. ბატონებო, ნახოთ თქვენი რეგიონიდან რა შეკითხვები შემოვიდა? მაშინ ანაკლიდით დავიწყოთ, რა კი უკვე შევეხეთ. ანაკლიდიდან რამდენიმე კითხვა, ერთ-ერთი არის მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით. ანაკლიდიდან წერენ, რომ 2008 წლის შემდგომ ათეულობით მოქალაქეს ჩამოართვეს მიწა და მათ ნაწილს დღემდე არ მიუღია რამე კომპენსაცია. თუ ფიქრობს ამაზე ადგილობრივი ხელისუფლება? ანუ ეს წინა ხელისუფლების დროს იყო ეს ძალიან დიდი პრობლემა, დიახ. გასაგებია, ეხლა უყურეთ რა ხდება, ესე იგი პროკურატურაში გაიხსნა დეპარტამენტი, სადაც თითოეულმა მოსახლემ იგივე ანაკლია იქნება ეგა თუ განმოხური იქნება, ნიშნულობა არ აქვს. როცა მას გააჩნია რაღაცა საბუთი, რომ ეს მისი დამადასტურებელი მოწმობაა, რომ ეს ფლოვდა ამ მიწას და მას ეს მიწა წაართვეს, მას შეუძლია მიმართოს შეიტანოს პროკურატურაში განცხადება და იქ უკვე მას დაეხმარებიან. არავინ არ დარჩება თუ მას ნამდვილად თავრობის გეზი არის ისეთი, რომ ვისაც წაართვეს მიწები ნამდვილად უკანონოდ და ემეთი, ყველას დაუბრუნდება მიწები. უკვე ეს ეტაპი დაწყებულია, უბრალოდ აქტივობაა საჭირო, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოძებნოს დრო, რომ შეიტანოს ეს განცხადება, იმიტომ რომ უამრავი ათასობით განცხადებაა შეტანილი, დამერწმუნეთ, რომ ერთ დღეში ეს ვერ გაკეთდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლაც აი ანაკლიის მაგალითზე რო ავიღოთ, ეგ ჯგუფი, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროდან ჩამოდის, აბსოლუტურად აღწერას აკეთებს თითოეულ ნარგავსაც კი თვლიან, ვის რა შემოსავალი აქვს იმ კარბიდამებზე, რომელსაც მერე უკვე შემდგომში ალბათ სახელმწიფო გამოისყიდის იმ მიწებს და ის მიწები, რომლებიც სადავოა და რაღაცა თავისთავად ამას უკვე გაარკვევენ, რამდენად ეს მიწა არის თუ არა საკუთრება იმ ადამიანის, რომელიც შეიტანს პროკურატურაში. აი ესეთი ესენია. ანაკლიდან კიდევ ერთი კითხვა, ზღვის უпростоრად ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, ანაკლიელები როგორც ჩანს ძალიან შეწუხებულები არიან ზღვის შემოტევით. ბოლო 10 წლის მანძილზე რამდენიმე ათეული მეტრით არის შემოჭრილი ზღვა და თუ არის ჩადებული და თუ იქნება ჩადებული პორტის პროექტში ნაპირსამაგრი სამუშაოები. რა თქმა უნდა, პორტის შენებლობა რო აქტიურ ფაზაში რო შევა დაიწყება, ფაქტურად ეს თემა საერთოდ უკვე აღარ იქნება სალაპარაკო თემა, მაგრამ ჩვენ იმას არ დაველოდებით, რომ პორტის შენებლობა როდის დაიწყება და სტიქიებმა და ასევე შტორმმა და იმან მიწები რო წაიღოს. ჩვენ ახლა ინფრასტრუქტურასთან ერთად პროექტს ვაკეთებთ, რომ დროებით რაღაც სამუშაოები ჩავატაროთ, რომ ის სასტუმროების და იმ კერძო პირების მიწები და ისინი გადარჩნენ და წყალმა არ წაიღოს. ამაზე მუშაობა მიდის და მე მგონი ერთ რამოდენიმე დღეში უკვე ცნობილი გახდება ვინ ჩაატარებს იმ სამუშაოებს, რომელიც მან საჭიროა. არ არის ამის პრობლემა. ერთი კითხვაც უпростоრად რამდენიმე კითხვა არის ერთი მიმართულების, რამდენიმე სოფლიდან, ეს არის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. რამდენიმე სოფელში როგორც ჩანს არის ეს პრობლემა და წერენ რომ ამის გამო ხშირად მეზობლებს შორის კონფლიქტებიც კი ხდება. ეს ელექტროენერგიის გამრიცხველიანება. დიახ, ელექტროგამრიცხველიანება, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე გასაგებია. და როდის დასრულდება ეს პროცესი? მოკლედ გეტყვით რა, ესე იგი 2017 წელს თლიანად დასრულდება გამრიცხველიანობა, თლიანად დასრულდება და ეს სადავო
თემები აღარ იქნება ემეთი. ყველას უნდა დღეს რომ გამრიცხველობა შეიყვანონ, მაგრამ ელექტროსისტემას და ენერგოპროს კომპანიას მათ გეგმა აქვს და გეგმიურად ისინი მიდიან და აკეთებენ იმას. ახლა ერთ სოფლიდან მეორე სოფელში იმითი ვერ გადავლენ ისინი და ნამდვილად წოდვას ვერ ვიტყვი. ენერგოპრო ჯორჯია მუშაობს, ჩვენი ენერგოსისტემის ხალხი მუშაობენ და აქტიურად და მასიურად მუშაობენ, რომ სწრაფად მოხდეს ყველა იმ ხარვეზების და გამრიცხველობას აღმოფხვრა. ამიტომ ბატონ ლევან, მაშინ მოდით ბუნებრივად აი ამ ჩვენი მაყურებლის კითხვიდან გადავალ ინფრასტრუქტურაზე, იმიტომ რომ თითქმის ყველა რეგიონში ეს არის პრობლემა ინფრასტრუქტურა, ანუ ეს არის გზა, ეს არის ელექტროენერგია, ეს არის გაზიფიკაცია. მე ეჭვმაქვს, რომ თქვენთანაც ეს არის პრობლემა, განსაკუთრებით ალბათ სოფლებში, იმ სოფლებში, რომელიც მაღალმთიან, ასე ვთქვათ, ზონას განეკუთვნება. აი ამ მიმართულებით რა კეთდება და არის თუ არა ჯერ კიდევ დარჩენილი ისეთი სოფლები, სადაც არც ელექტროენერგია, არც გაზიფიკაცია და გზაც, ასე ვთქვათ, პრობლემაა. მე წინა იმაზე თქვენ შეკითხვაზე გამომჩა, საერთო ჯამში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეგიონში დაიხარჯა 631 მილიონი ლარი. ეს ვებერთელა ციფრი არის 3 წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ განხორციელდა 1356 პროექტი, ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვილი პროექტები განხორციელდა და ამ პროექტების განხორციელების დროს დასაქმდა დაახლოებით 8659 ადამიანი. წარმოიდგინეთ, ეს დიდი ციფრია. მე მოკლედ გეტყვით, ათეულობით წლების განმავლობაში ერთად რო ავიღოთ ამ ხელა თანხები 10-20 წლის განმავლობაში ერთად არ იყო განხორციელებული რეგიონში და დამერწმუნოთ ეს დამეშტავი ციფრია. ეხლა რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, 3 წლის განმავლობაში გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 154 მილიონი ლარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 218 ქუჩას. ეს დიდი ციფრია რეგიონისთვის, ერთი რეგიონისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ისეთ სოფლებში, ისეთ რაიონებში გავიყვანეთ გზები, სადაც საერთოდ ათეულობით წლებით ასფალტის საფარი საერთოდ არ უნახიათ. საერთოდ არც იმედი ჰქონდათ ამ ადამიანებს, რომ როდისმე ამ რეგიონში, ამ სოფელში გზა იქნება. ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად სულ მუშაობთ, რომ ყოველ წელიწადს უმატებთ ამ გზების რეაბილიტაციის თემას, იმიტომ რომ გზები თუ არ იქნება, არც ტურისტი მოვა იქ, არც განვითარება მოყვება მას და ასე შემდეგ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ასევე დაახლოებით 15 მილიონი ლარი დაიხარჯა ხიდების რეაბილიტაციის თემაში. 152 ხიდი არის რეგიონში რეაბილიტირებული. ახლა ესეც მოდი ვთქვათ, პატარა თემა არ არის. რაც შეეხება გაზიფიცირებას, 3 წლის განმავლობაში გაზიფიცირდა დაახლოებით 20,000 ადამიანი. 2017 წელს თლიანად დამთავრდება გაზიფიცირება. აქტიური მუშაობა მიდის კონფლიქტისპირა რეგიონში. გაყვანილია გაზი უკვე ქვედაზოლში, ეს არის ორსანტია, შამგონა, კოკი, ხურჩა, თითქმის ყველგან უკვე გაზი მიყვანილია. ესეც დიახ, იცით რა, ალბათ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ საზღვრისპირა სოფლებში ჭირდებათ, იმიტომ რომ ეს არის ყველა მორალურადაც ძალიან მნიშვნელოვანი ზონა ჩვენთვის და ასევე სამაგალითო უნდა იყოს. ახლა შეიძლება ესეთი ის გამომივა, მაგრამ მე შემიძლია თქვა, რომ კონფლიქტისპირა რეგიონებში ჩვენთან გზები ისეთია, რომ ზოგ ქალაქში აღარ არის ესეთი გზები, ხარისხით და ყველაფრით რა, ზოგ ადგილას, სადაც რთულია და სადაც მძიმე ტრანსპორტი დადის და ისა იქ ასფალტო ბეტონის გზებია გაკეთებული, სადაც უფრო მარტივი ის არის, იქ ასფალტია დაგებული. და დარჩა ისეთი სოფლები, სადაც არც ელექტროენერგია არ არის, არც გზა მიყვანილი. არა, ელექტროენერგია ყველგან არის. ელექტროენერგიაზე არ არის თემა, ერთადერთი პრობლემა არის ძველი ელსადენები, ესეც 2017 წლისთვის უკვე აღარ იქნება, აღმოიფრება თლიანად. და რაც შეეხება გზებს, რა თქმა უნდა, გზები ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, სოფლები ეხლა შეგიძლიათ თქვათ, რომ 1/3 უკვე მოგვარებულია და 2/3 დარჩენილი თუ პირიქით. კი.
შეიძლება, კი, შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ რამდენად დაგეხმარებათ მთის კანონი? ეხლა თქვენ ზემო-სვანეთი, ასე ვთქვათ, ზემო-სამეგრელო, ეს საკმაოდ მთიანი რეგიონია თქვენიც. არ შევიდა ბევრი სოფელი? არა, სამეგრელო არ არის შესული. არა? არა, სამეგრელო არ არის. ჩხოროწყუ არ არის შესული, არ ზედა. ჩხოროწყუ არც მარტვილი თქვენ კარგად ცოდნიათ, მე ვიცი, კი. ცოდნიათ ეგ თემა. გეტყვით ახლა უბრალო მაგრამ ახლა ხო მუშავდება. კი, მუშავდება. და შეიძლება დაიწიოს ზღვარმა. რა თქმა უნდა, იქ რეგულაცია იყო 800 მეტრი და ზემოთ. 800 მეტრი და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელო ზემო-სვანეთის 65% თითქმის მთის კანონშია შესული. დიახ, მაგრამ ხო ბუნებრივია. ანუ დაჩაგრეს ზემო-სამეგრელო. არა, ვხუმრობ ახლა. თქვენ ყველაფერს ისე მოგეწყინებათ ყველაფერი ჩვენგან. ჩვენ არ დავიჩაგრებით. არა, მე ვიცი რომ თქვენ არ დაიჩაგრებთ. მაგრამ მაინც ახლა ისეთი ისმის მუშავდება ახლა კიდე ეს 3 თუ 6 თვის შემდეგ კიდე მოხდება ერთი შეხვედრა, სადაც ვიცი რომ გადაიხედება ეგ თემა და ამიტომ სამაგიეროდ მთელი სვანეთი მოხდა ამ ამაში. აი მაშინ სვანეთის რას იკეთებს? რა თქმა უნდა ახლა მიიღებენ ისინი. მიგრაცია შეწყდება, თუმცა ახლა სვანეთის მიმართულებით რო ვთქვათ რომ მიგრაცია სხვადასხვა არც სამეგრელო და არც სვანეთი არ გამოირჩევა რეგიონებიდან მიგრაციის თვალსაზრისით. ეს ძალიან კარგია და ეს სამაგალითოა. ეხლა აი სვანეთზე მაგალითად არა ეხლა აი ამ თეთლუნდის პროექტის დამთავრების თემით მიგრაციაზე საუბარი უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ეხლა წარმოედგინეთ შენდება გესტჰაუზები, შენდება სასტუმროები, შენდება სამუშაო ადგილები ძალიან ბევრია და ყველა ცდილობს რომ რაღაცა გააკეთოს, რომ პატარა ბიზნესი რომ ხელი ოჯახ შეუწყოს და ასე შემდეგ. ვიცით რა ძლიერი სახელმწიფოები თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ, მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით და ეხლა ამ მხრივ ეხლა სვანეთზე შემიძლია თქვა, რომ ის კუთხეა, sadაც არა 5 თვე და 4 თვე ტურისტების მთელი წელი შეიძლება წელი თუ რა თქმა უნდა არ არის რაღაცა ისეთი დაინტერესებული როგორც უცხოელი ტურისტები, ასე ადგილობრივი ტურისტები. შარშან მაგალითად შარშან დაახლოებით 350,000 ტურისტი იყო ზემო-სვანეთში. ეს პატარა ციფრი არ არის. ეს არის ვებერთელა ციფრი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარების ისეთი არა გვაქვს, სასტუმროები გვაკლია, გესტჰაუზები გვაკლია, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ ამ თეთლუნდის თემით ახლა უფრო გააქტიურდებიან ინვესტორები. აი მოდით ინვესტორებზე ვისაუბროთ. თქვენი რეგიონი ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს ერთის მხრივ ინვესტორებისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან მრავალფეროვანია. ბუნებრივი თვალსაზრისით, ზღვასთან ამ პორტთან დაკავშირებული საკითხებით, მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ის რომ ის საზღვრისპირა და იქეთ ოკუპირებული ტერიტორია ეს ცოტათი ალბათ შეგვიშლის ხელს სამეგრელოში, მაგრამ რა ტიპის ინვესტიციები შემოვიდა უკვე და რა იგეგმება და გაქვთ თუ არა პაკეტი რომლითაც შეგიძლიათ დაინტერესოთ ინვესტორები სამეგრელო ზემო-სვანეთში თუ ვილაპარაკებთ ინვესტიციებზე ეს არის ენერგეტიკა ძალიან საინტერესო ტურიზმი და სოფლის მეურნეობის კუთხით აგრარული სფერო და ენერგეტიკაზე თუ ვილაპარაკებთ გავიმეორებ კიდე ერთხელ ნესკალგესი დაწყებულია 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება 1 მილიარდი ინვესტიცია ეს ვინ არის ინვესტორი? კორეელები არის 280 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურია შენდება ასევე ხობი 1 ხობი 2-ის ჰიდრო ისინი უფრო პატარა 85 მეგავატია ასევე დასრულდა ელექტროგადამცემი სადგურების შენებლობა სენაკი 1, სენაკი 2 დასრულდა. თუ ვილაპარაკეთ სოფლის მეურნეობის კუთხით ყურადღებას იქცევს ზუგდიდის რაიონში, სოფელ ცაიში ვებერთელა სათბური, რომელიც ახლა 5 ჰექტარზეა გაშენებული, ეს სახელმწიფოს თანადგომით არის. იქ აწარმოეს საქართველოს ფარგლებში. როგორც მახსოვს 2 მილიონი. რისი სათბურია? ეს არის ბოსნეულის, კიტრის, პალმედრის და სხვადასხვა კულტურის სათბურები 5 ჰექტარზე აშენებული და თლიანად დაგეგმილია 30 ჰექტარზე. ანუ 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება შემოსული.
შეიძლება ეხლა უკვე ძალიან ბევრი დიდი მოთხოვნა არის სასტუმროების თემებზე. სადღაც მარტის თვეში უკვე ზუგდიდში დაიწყება სასტუმრო მშენებლობა, 80 ნომრიანი სასტუმრო მშენებლობა კერძო ინვესტიციით, ეს დაახლოებით 6-7 მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვა რეგიონში, კერძო ზუგდიდში. შენდება ერთი ზუგდიდში 40 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც ახლა მალე უკვე დასრულდება, ფაქტიურად დასრულებულია, ასევე 32 ნომრიანი სასტუმრო შენდება, მაგრამ თლიანობაში ეს არ არის საკმარისი. ზუგდიდი დღეს ძალიან ცოცხალი ქალაქი გახდა და ამ თემაზე სიცოცხლე არასდროს არ აკლდა. არა, მაგრამ ეხლა თქვენ ამბობთ იმ თვალსაზრისით, რომ არის სამუშაო ადგილები და არის კაპიტალის მოძრაობა. ასევე მარტვილში, ეხლა მარტვილის კანიონი ცნობილია, იცით როგორი მარტვილის კანიონი ულამაზესია და ეხლა იქ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე იქ მიდის ტურიზმის ცენტრის მშენებლობა მიდის, ინფრასტრუქტურა ვითარდება და უკვე არის მოთხოვნა იმაზე, რომ იქვე მარტვილის კანიონთან ახლოს არის ინვესტორი, რომელსაც სურს, რომ ააშენოს სასტუმრო იქ. ესე წინ მივდივართ ამ ძალიან კარგი. ეხლა რამდენიმე წუთით რეკლამაზე უნდა გავიდეთ, შემდეგ კი დავუბრუნდეთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენ კითხვები კიდევ გვაქვს თქვენთან. მაშასე რამდენიმე წუთის რეკლამა, შემდეგ კი კვლავ საუბარი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორთან ბატონ ლევან შონიასთან. ეპიცენტრი კვლავ პირდაპირ ეთერს დაუბრუნდა და შეგახსენებთ, დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ბატონი ლევან შონია. ბატონო ლევან, ინვესტიციებზე საუბრით გავედით რეკლამაზე და ეხლა მინდა სოფლის მეურნეობის თემით შემოვიდეთ, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ, რომ იქ შენდება სათბურები, ეს ძალიან მისასალმებელია, მაგრამ სოფლის მეურნეობა მელიორაციის გარეშე წარმოუდგენელია და ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში და ათეული წლების განმავლობაში თითქმის ყველა რეგიონი იმით იყო გამორჩეული, რომ მოშლილი იყო მთლიანად ეს სარწყავი სისტემები. აღმოჩნდა, რომ ეხლა ძალიან ბევრი გაკეთდა რეგიონებში, თქვენ რეგიონში როგორ არის ამ მიმართულებით საქმე? ესე იგი, მელიორაცია ნამდვილად ტკივნეული თემა იყო სამეგრელო ზემო სვანეთში. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ 30 წელიწადი არც ერთი არხი არ გაწმენდილა მთლიანობაში. 3 წლის განმავლობაში 600 კილომეტრი სამელიორაცია არხები გაიწმინდა. ამაზე დაახლოებით დაიხარჯა 13 მილიონი ლარი. ათასობით გექტარი მიწა უბრუნდება იმ თავს, რომ დღეს უკვე ის მიწები ყველანი დაიტვირთება და სხვადასხვა კულტურები იქნება მოყვანილი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეფექტურად მუშაობს ამ მხრივ ჩვენს რეგიონში და დღეს უკვე აი დარჩელის თემში დაწყებულია 25 კილომეტრიანი სამელიორაციო არხების გაწმენდა. ეს დიდი თემი არის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემია სამეგრელოს რეგიონში. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ამით. დარჩელის თემში ახლა 440 გექტარი მიწა გახდება გამზადებულია უკვე მრავალწლიანი კულტურებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ თხილის თემა ეს თემა არის პრიორიტეტია სამეგრელოსთვის. რაც შეიძლება სოფლიო ბაზარზე ძალიან კარგად გაყიდოს საქართველოს. და თქვენი რეგიონი გამორჩეულია. მე ახლა გეტყვით 2012 წელს განაშენიანობა თხილის იყო თლიანად რეგიონში დაახლოებით სადღაც 25,000 გექტარი. დღეს უკვე 3 წლის შემდეგ 36,000 გექტარია. თქვენ ახლა წარმოიდგინეთ ეს რამხელა ციფრია. ჩვენ გასულ წელს თხილიდან შემოსავალი ბენეფიციარებმა მიიღეს დაახლოებით სადღაც 200 მილიონი ლარი. ეს ვებერთელა ციფრი არის და მე მგონი ღვინის ექსპორტსაც გადააჭარბა ამხელა ციფრი ღვინის ექსპორტს არ ქონია. მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ ბიზნესში თხილის განაშენიანების ბიზნესში აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდებია ჩართული ამ მხრივ. ეს მისასალმებელია. ზუსტად ჩვენ ახლა მიგრაციაზე საუბრობდით და ძალიან ბევრი ახალგაზრდები გარდა თხილის განაშენიანებით აშენებენ საწარმოებს,
სოფლის მეურნეობის დარგით 30 საწარმო აშენდა სამეგრელო ზემო სვანეთში 3 წელიწადში. ეს ძალიან დიდი ციფრი არის, დასაქმდა ათასობით ადამიანი. ეხლა 5 დღის უკან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად 2 ახალი საწარმო გაგვხსენით ჩვენ რეგიონში. ეს გადამამუშავებელი. გადამამუშავებელი ეხლა თავარი კიდე არ დამავიძდეს საგაზაფხულო სამუშაოებზე. წლების განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში ადამიანები გლეხები ვერ ახერხებდნენ, მიწის დამუშავებას ვერ ახერხებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ არც ფული ჰქონდათ ამისი, არც ტექნიკის აქირავებელი ფული ჰქონდათ და 3 წელია უკვე ყოველ წელიწადს დაახლოებით 90,000 ჰექტარი მუშავდება უფასოდ. და ამისგან სარგებელს იღებს ყოველ წელიწადს 100,000-მდე ადამიანი იღებს. ეს ყველაფერი თავრობის თანადგომით არის და იხარჯება 55 მილიონი ლარი. მოდით ნახოთ, რას გვეკითხებიან. გაუთმოთ ჩვენს მაყურებელსაც დრო. ბევრი კითხვაა, თუმცა თეთნულზე საუბრობდით და დავიწყებ თეთნულდით. თეთნულდიდან გწერენ ან თეთნულ სავარაუდოდ კურორტ თეთნულზე მამაპაპისეული მიწების გაფორმება როდის იქნება შესაძლებელი და აკონკრეტებს მაყურებელი, რომ არსებობს საკომლო ჩანაწერები, სადაც დასტურდება, რომ მე ვარ მიწის მესაკუთრე, მაგრამ საჯარო რეესტრი არ ითვალისწინებს ამ საკუთრებას, არ ადასტურებს. ეს არის თეთნულთან დაკავშირებით, უშუალოდ სამეგრელოს სოფლებიდანაც არის კითხვები, თუმცა ერთ-ერთ კითხვას გამოყოფდი, ჩაისთან დაკავშირებით არის საინტერესო კითხვა. მაყურებელი წერს, რომ სამეგრელოს სოფლებში მიაჩნიათ, რომ ჩაის კულტურის აღორძინებამ შესაძლოა ძალიან გააუმჯობესოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ ფიქრობს ამაზე ხელისუფლება? კი ბატონო, თეთლუნდით დავიწყებ. რაც შეეხება თეთლუნს, ერთი კვირის უკან ვიცე-პრემიერი იყო ბატონი დიმიტრი ხუმშიშვილი, ასული იყო იქა და მოსახლეობას პირადად შეხვდა იქა. როგორც ვიცი, კომისიური წესით განიხილავენ თითო იმას სვანეთში, იქამდე ისე არავინ არ შევა, არც ინვესტორი, არც ისა, სანამ ეს მიწის თემები არ მოგვარდება. ნამდვილად ზოგს აქვს დამადასტურებელი საბუთი, ზოგს არა აქვს. ამიტომ კომისია შეიქმნება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდანაც იქნება, იუსტიციის სამინისტროდან იქნებიან და რა თქმა უნდა, ჩვენს გუბერნიის წარმომადგენელი იქნება, ერთობლივად განვიხილავთ თითოეული ადამიანის იმ პრობლემას, რომელიც მას აქვს და დაწუნებული ვარ, რომ უმრავლესობა ადამიანების დაუკანონდებათ მიწები. არ იქნება ამის პრობლემა. ეხლა რაც შეეხება ჩაის. მთავრობა მიიღო ჩაის კულტურის აღორძინების პროგრამას. ჩვენ ახლა სამეგრელო ზემო სვანეთში ამ 10 დღის განმავლობაში ნახეთ ის მიწები, რომლებიც დღესდღეობით სახელმწიფოს საკუთრებაში არის, ეს სადაც ჩაის კულტურის მოყვანა შეიძლება, ეს დაახლოებით სადღაც 1200 ჰექტარია. ეს ძველი პლანტაციებია? ძველიც არის, ახალიც არის. ახლა ძველი პლანტაციები, რომლებიც არის, გაველურებულია. ფაქტურად 25 წელიწადი თქვენ კარგად იცით, რომ ეს კულტურა მოკლეს. წინა ხელისუფლებამ საერთოდ არ მიყვარს ძველ იმაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩაის კულტურის აღორძინებაზე კი არა, საერთოდ აღარ დარჩა არც ერთი ბუჩქი ჩაის, რომელიც შეიძლება დღეს რაღაც პროდუქცია მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამ. ეხლა რა ხდება? ეხლა ამ პროგრამის შემდეგ, რომელიც დამტკიცდა ეხლა ჩაის აღორძინების პროგრამა, ჩვენ ეხლა ვიყავით სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სავაგარეთ, სადაც ჩვენ შევხვდით უმსხვილეს კომპანიას, ჩაის წარმოებულ კომპანიას, რომელსაც 85 ფაბრიკები აქვს ჩაის. ისინი არიან დაინტერესებული საქართველოში, რომ ჩაის კულტურის აღორძინებით, საერთოდ ჩინეთიდან რო წამოიღო კულტურა ჩაის ერთი ხესკო რო წამოიღო, არა, იქ იჯდება კანონით. ისინი მზად არიან იმისთვის, რომ შეისწავლონ და ანალიზი აიღონ მიწების, რომლებიც გვაქვს ჩვენ დღეს და ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ეს და საკუთარი ინვესტიციებით გააშენონ. დიახ, საკუთარი ინვესტიციებით ესენი აპირებენ ჩაის აღორძინების დაწყებას, რაც თავარია, ესენი სკოლის გახსნასაც აპირებენ, ეგრეთ წოდებული სკოლები აქვს, სომალიის სკოლებია, რომლებიც იქ სამეგრელოში გაიხსნება, სადაც წელიწადში 30 ახალგაზრდას მოამზადებენ ამ ჩაის კულტურის განვითარებისთვის, სპეციალისტებს მოამზადებენ.
და თლიანად ეს პროდუქცია, ჩაის ჩვენი პროდუქცია გავა საზღვარგარეთ. თავარი ის არის, მე კითხვა დაუსვი მათ, რა ხარისხის ჩაის აღორძინებას აპირებს საქართველოში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ საშუალო დონეზე და მაღლა, დაბალი დონეზე ჩაის კულტურის ამაზე არ დაიხარჯებაო ფულიო, ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ საქართველოში ჩაის კულტურა ავაღორძინოთ და უმაღლესი ხარისხის ჩაი გამოუშვათო. ეხლა ესენი ჩამოდიან მარტში, დიდი დელეგაცია ჩამოდის, ახლაც ჩინეთიდან ჩამოდის. ჩინელებიც არიან და ევროპელებიც არიან, რომელიც ჩაის ჩვენი ქართული ჩაისები დაინტერესებულები არიან. ანუ ყავთ მანდიკა ჯგუფი, სადაც ესენი დღეს ევროპაში და даже ამერიკაშიც ყიდიან ჩაის, ესენი დაინტერესებული არიან ქართული ჩაი და ამიტომ ანუ თვითონვე უზრუნველყოფენ დისტრიბუციას. აბსოლუტურად სახელმწიფოდან მათ ჭირდებათ ადგილები, დანარჩენი ადგილზე მოამზადებენ სპეციალისტებსაც მოამზადებენ, კიდე დარჩა საქართველოში სპეციალისტები, რომლებიც ჩართულები იქნებიან. დიახ, ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, სკოლა იყო, ამ ფაბრიკებში ძალიან კარგი სპეციალისტები იყო. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩაის კულტურის აღორძინება თხილზე უფრო მაღალი დონეს ეს არის შემოსავლის, უფრო მეც მიიღებენ ვიდრე თხილიდან. აი ახლა ელემენტარულად გექტარი ჩაის პლანტაციიდან 10-15 ტონა ჩაის ღებულობენ. 10-15 ტონა ჩაი. ჩვენთან საქართველოში მე როგორც ვიცი ძველი პლეადიდან იზახდნენ რომ 5-6 ტონა იყო. ჩინელები იძახიან არაო 10-15 ტონა იქნება ჩაის აღება და ის ბევრად უფრო მეტი შემოსავალს მიიღებს გლეხი და ის ადამიანი რომელიც ამ კულტურით იქნება დაკავებული. ბატონ ლევან, ეხლა მივადექით იმ საკითხს, რომელიც სამეგრელოსთვის, ზემო სვანეთისთვის ძალიან პრიორიტეტულია, იმიტომ რომ განათლება მეგრელებს ძალიან უყვართ და ძალიან მოტივირებულები არიან, ისევე როგორც სვანები. რა პროექტები ხორციელდება ამ მიმართულებით? გაიხსნა თუ არა ახალი სკოლები სოფლებში და რაც მთავარია საბავშვო ბაღები, რაც დეფიციტი იყო რეგიონებში, განსაკუთრებით დაბებში და სოფლებში ეს იყო საბავშვო ბაღები, საიდანაც იწყება ბავშვების, ასე ვთქვათ, მომზადება. ამ მიმართულებით როგორაა საქმე? ესე იგი, განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა, სამეგრელო ზემო სვანეთი არ არის გამონაკლისი ამ მხრივ. ჩვენ 3 წლის განმავლობაში 218 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიხარჯა ამ რეაბილიტაციაზე, სკოლების რეაბილიტაციაზე დაახლოებით 21 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ქალბატონო დოდო მე დაგეთანხმებით, ეს იყო კატასტროფული მდგომარეობა იყო, საბავშვო ბაღები, საბავშვო ბაღს არ გავდა, იქ ფაქტიურად შეუძლებელი იყო ბავშვების მიყვანა. ჩვენ 3 წლის განმავლობაში შევძელით 200 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ახალი 18 საბავშვო ბაღი ავაშენეთ, უკვე თანამედროვე საბავშვო ბაღი ავაშენეთ და საერთოდ გეზი ისე ავიღეთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტებში ფაქტიურად ყოველ წელიწადს თითო საბავშვო ბაღი ზოგ მუნიციპალიტეტში 2-2 ახალი საბავშვო ბაღი იქნება აშენებული, მაგრამ შევთანხმდით ერთ იმაზე, მოთხოვნა ძალიან დიდია, თქვენ კარგად იცით, რომ საბავშვო ბაღში სამჯერადი კვება არის, უფასო კვება არის და ძალიან დიდი ოდენობად მოთხოვნაა სერიოზული საბავშვო ბაღებზე. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ არ ვიჩქარებთ, ანუ ეკონომიურად არ გავაკეთებთ იმ საბავშვო ბაღს, ანუ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საბავშვო ბაღი უნდა იყოს სრულად თანამედროვე მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდეს და ბავშვებს უნდა კონდეს ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ იქ ბავშვი გაიზარდოს თანამედროვე საბავშვო ბაღში. ყველანი შევთანხმდით ამაზე და ჩვენ უკვე აი ახლა რამოდენიმე საბავშვო ბაღი იქნება და უკვე დაიწყო მშენებლობა საბავშვო ბაღების, რომლებიც ნამდვილად ძალიან ლამაზი საბავშვო ბაღი იქნება, ვიზუალურადაც და შიგნითაც. არ იქნება ეს რაღაცა შავ ფერებში და იმ თეთრებში არ იქნება მოხატული საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვებს კი არა, ყველას თვითონ პედაგოგებსაც
კვალიფიციური პედაგოგებით, რა თქმა უნდა, და თანამედროვე მეთოდოლოგიით. დიახ. ხო და ესეც ისეთი თემაა, რომ ჩვენ მე მგონი წინ მივდივართ და ვაკეთებთ ამას. თქვენი რეგიონი საკმაოდ მდიდარია კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ასევე კურორტებით. აი ამ კურორტების თითქმის ყველა კურორტი რეაბილიტაციას მოითხოვს სამწუხაროდ. თითქმის ყველა რეგიონში დგას ეს პრობლემა. თქვენთან როგორ უვლით ამ საქმეს და რა პროექტებს ახორციელებთ? ახლა რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას ჩვენთან რეგიონში ძალიან ბევრია ესეთი ისინი ერთი რო ვთქვათ ლაქერნობა რელიგიური ტურიზმის იმეთი ლაქერნობის დღესასწაული როცა არის 100-მდე მომლოცველი ჩამოდის რეგიონში ზუგდიდში მარტო 100,000-მდე მე ვთქვი ბოდიში 100,000-მდე მომლოცველი ჩამოდის იგივე მარტვილის რაიონში მთავარანგელოზის ფარულთა იმაში არის 50,000-მდე მომლოცველი ჩამოდის რეგიონში ეხლა მთავრობამ გამოყო 5 მილიონი ლარი პირველ ეტაპზე იწყება დიდი პროექტი რეაბილიტაცია იწყება სენაკში იმისი ციხესიმაგრეს დიახ იწყება ასევე დაიწყო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია ნიკოსეულის სასახლის რეაბილიტაცია დაწყებულია ბოტანიკური ბაღის გეოლოგიური შესწავლამედის ახლა მოგახსენებათ რომ ბოტანიკური ბაღი 23 ჰექტარზეა გაშენებული და ფაქტიურად 40 წელი მაგ ბოტანიკურ ბაღისთვის არავის ხელი არ მოუკიდია საშინელ მდგომარეობაში არის მაგრამ დაიწყო უკვე ეს პროექტი და სრულად იქნება რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი ისევე ეკატერინეს მუზეუმიც იქნება რეაბილიტირებული კურორტებს რაც შეეხება კურორტებს რაც შეეხება ეხლა ჩვენ და საუბედუროთ ჯერჯერობით ის კურორტები რომლებიც იყო ეხლა ლუგელას ხეობა იყო სქური იყო ცაიშის კურორტი იყო მენჯი იყო ჯერჯერობით განხილვის თემა არის მაგრამ ეხლა იმედი მაქვს რომ გააქტიურდება ესენი ინვესტორები არ დაინტერესდებიან როგორ ფიქრობთ არიან დაინტერესებულები არიან ზოგი ისეთი პაკეტით მოდის რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი ზოგი ახლა თქვენ კარგად იცით რომ ინვესტორი როცა მოდის იმან ზედმიწევით სანამ არ შეისწავლის თლიანად ნიადაგსაც იმ დებედსაც ხვის და იმას ისე არ შემოდის და ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში რომ ეს თემაც ჩვენთან განვითარებადია და იქნება წინ. ბატონ ლევან, ჩვენი დრო ამოიწურა, პირიქით გადავაჭარბეთ კიდევაც, იმედი არ დაგვაბრალებენ რაღაც მართლაც სეპარატიზმს, მეგრულს, მაგრამ მე მინდა გისურვოთ წარმატება თქვენ და თქვენს რეგიონს და იქ მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. მათ უნდა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელ სიკეთესაც დღეს მათთვის სახელმწიფო გამოყოფს. გემშვიდობებით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ბატონი ლევან შონია. სასიამოვნო კვირას და საქმიან სამუშაო კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.